ტყუპებო 25 ივნისს ახალმთვარეობაა კირჩხიბში, წყლის, ოჯახის, ციშორის, შინაგანი სიმშვიდის ნიშანში. ეს არ არის დრო ხმაურიანი გეგმებისთვის, ეს არის დრო, როცა ჩუმად იწყება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან ჰარმონია. რას გვასწავლის კირჩხიბის ახალი მთვარე? კირჩხიბი გვიწვევს. დაუბრუნდეთ ემოციებთან. შევქმნათ შინაგანი უსაფრთხოება. ვაქციოთ ჩვენი სახლი წმინდა სივრცედ. დაუშვათ სირბილე, სითბო, რბილი სიმტკიცე. როგორ იმოქმედებს ტყუპებზე? ტყუპებო, თქვენთვის ეს ახალი მთვარე ნიშნავს ფინანსურ და ემოციურ სტაბილურობაზე ფიქრის გააქტიურებას. სურვილს შექმნა შენი ადგილი სამყაროში, სადაც იგრძნობ სიმშვიდეს. შესაძლებლობას, რომ ამ პერიოდში გააკეთო გონივრული ფინანსური ან შინაგანი ინვესტიცია. კავშირი ოჯახთან, მშობლებთან, ბავშვობის მოგონებებთან, დროა, შეარჩიო, რას შეინარჩუნებ. როგორ გამოიყენო ეს ენერგია? დაწერე ინტუიციური განზრახვები, არა დიდი გეგმები, არამედ ნაზი სურვილები. გადააწყვე სახლის კუთხე, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობ. ივარჯიშე სიჩუმეში ყოფნაში, ახალი მთვარე საუკეთესო დროა შინაგანი სამყაროს მოსასმენად. შექმენი რიტუალი, სანთელი, წყალი, მუსიკა, წერილი შენს თავს. იკითხე, რა მაძლევს სიმშვიდეს და როგორ მოვიზიდო ის ყოველ დღე? ტყუპებო, დროა გაჩერდე, ჩაისუნთქო და უთხრა საკუთარ თავს, მეც ვიმსახურებ ნაზად, წყნარად და ლამაზად ცხოვრების დაწყებას, არ არის საჭირო ბრძოლა, არც ხმაური, შენს სამყაროში შეგიძლია ააშენო სიმშვიდის პატარა ტაძარი. ახალი მთვარე გეძახის შინ.